მოგესალმებით, ჩვენ დღეს მეტად უჩვეულო შეხვედრა გვაქვს. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ქართულ ჰაგიოგრაფიაზე, შუშანიკის წამებაზე, აბოთბილელის წამებაზე, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე და ასევე ვეფხისტყაოსანზე. ჩვენი საუბარი არ იქნება მხოლოდ ასე ვთქვათ, სიტყვერად ვერბალურად გადმოსცემა ამ დიდ ნაწარმოებთა სიუჟეტების, არამედ ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად მსოფლმხედველობაზე, ამ ნაწარმოებებისა და მათ მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურაში და საერთოდ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ გამოცდას, რომელიც სემესტრულია და შედეგებს, ასე ვთქვათ, მოსავალს ავიღებთ ჩვენ დღეს იმის მიხედვით, როგორი იმუშავეთ ბავშვებმა და როგორი დავთესეთ ჩვენ და როგორ მოუარეთ ჩვენს ვენახს და ჩემ ვენახის ლერწები, იმედია, კარგი ყურძენს მოგაწვდიან დღეს და გემრიელად ჩავტყუარდებით მათი, ასე ვთქვათ, ნამოღვაწევით. მე დღეს მინდა გადავიდე ცალკეულ პიროვნებებზე და ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს შეთანხმდათ არის ქალბატონი სტუმარია ქართულას ვიწერი ქართულ, მაგრამ გამოცდაზე სტუმრად არის. ქალბატონი გულიკო ერქომაშვილი ჩვენი სკოლის დირექტორი, ბატონი დავით ინწკირველი, ჩვენი ღვთისმეტყველების ლექტორი და ასევე ქალბატონი ნინო, რომელიც კატეხიზმოს ლექციებს უკითხავს ჩვენს ბიჭებს, მომავალ სემინარის სტუდენტებს. იმედია, მომავალ სემინარის სტუდენტებს. მე გახლავთ ქართული პედაგოგი ნინო ლარსკელი და მინდა გადავიდე კითხვით ჩემს სტუდენტებთან. თუ რა თქმა უნდა თვითონ რომელიმე მაგდას არ აქვს სურვილი, რომ თავად დაიწყოს საუბარი რომელიმე საკითხზე, ან გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზე, ან შუშანიკის წამებაზე, რომელიმე თქვენგან სხვა არ გაქვთ სურვილი, რომ პირდაპირ დაიწყოთ ამაზე საუბარი? ჯობია თქვენ დაიწყოთ. მაშინ მე გადავალ კითხვით ბატონ მაშასთან, რადგან წარმოშობით ჩემებურია, სვანური წარმოშობა აქვს და იმედი მაქვს, რომ ის სითამამის გამოიჩენს, რომ პირველი წარსდგეს არენაზე. ბატონ ლაშას აქვს კითხვები ვეფხისტყაოსნის შესახებ. ის მოიცავს პროლოგს, როგორც მახსოვს და ნესტანის წერილს. დიახ, რადგან უკმარისობა იგრძნო და მათ თქვა, რომ მე ასე ცოტა არ მინდა ვისაუბრო ვეფხისტყაოსანზე, მე მინდა კიდევ ვისაუბრო ნესტანის წერილზე. კარგი, და რა გეტყვით ამის შესახებ? ჩვენ გვაქვს კითხვათა მთელი ნუსხა, დაახლოებით თითო საკითხზე 30 კითხვაა, რომელსაც პლუს სიუჟეტები მოყვება ხოლმე თან. და ამ კითხვებზე პასუხის გაცემით გამოვხატავთ ჩვენს ცოდნას ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. რა კითხვები იყო თქვენს? პირველი კითხვა იყო ესეთი, რას ნიშნავს პროლოგი? პროლოგი არის შესავალი, რომელიც ვეფხისტყაოსანს უძღვის თავში და ასე თუ ისე იმართება მასში შემდგომი დახასიათება ვეფხისტყაოსნის. და ვინ გამოსცა ბეჭდურად ვეფხისტყაოსანი? ვეფხისტყაოსანი გამოსცა ვახტანგ მე-6-ე 1712 წელს და პირველად იყო მაშინ გამოცემული განმარტეთ სიტყვა რომელმან. ვეფხისტყაოსანი იწყება სიტყვა რომელმან, შექმნა სამყარო, ანუ რომელმან ეს სიტყვა არის ძალიან ღრმა, როგორც მაგალითად ადამიანი ღმერთს ვერაფერს ვერ შეადარებს და აქედან გამომდინარე პირდაპირ იწყება ვეფხისტყაოსანი ამ სიტყვით რომელმან. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ დოჩანაშვილის ერთ-ერთ მოთხრობაში, როდესაც ის წერდა ღვთისმშობელი უნდა შეედარებინა და ვერაფერს ვერ შეადარა და გადაწყვიტა დაეწერა ასე, რომ ღვთისმშობელი გამოჩნდა როგორც თვითონ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ რომელმან რაცოცხლი გამოხატავს უფალს, ანუ ყველაზე ისეთი სიტყვა არის, რომელთაც შესაძლებელია უფალი გავახასიათოს. რომელ ლოცვაში გვხვდება უკაცრავად? რომელ ლოცვაში გვხვდება ეს? რომელმან ასევე არის მამაუჩვენოში, მამაუჩვენოში წვდება და აქედან გამომდინარე ვეფხისტყაოსანი გამჭვირვალეა უდიდესი სულიერებით, რომელიც დაყრდნობილი არის მართლმადიდებლობაზე. რა არის ღვთისხატება? ღვთისხატება არის ადამიანი, ყველა ქმნილებათა შორის ყველაზე აღმატებული ადამიანი, რადგან ღმერთმა ის შექმნა უპირატესი ყველაზე მას უბოძა სული, თავისუფალი ნება და გონიერება. აქედან გამომდინარე ადამიანს ემორჩილება ყოველივე და ის არის ღვთისხატად და მსგავსად შექმნილი. რა იწოდება ადამიანი გარდა ამისა ყოველ შემოქმედებასთან მიმართებაში? ანუ რა არისო? ადამიანი თვითონ შემოქმედიც არის. კი ბატონო, მაგრამ გვირგვინი შემოქმედების. ამ შემოქმედების გვირგვინი ადამიანი. რა არის მიდუმთა სურვილი?
მიჯნურთა სურვილი არის, რა თქმა უნდა, ღვთის სიყვარული და ღმერთთან მიახლოვება. მე მინდა გითხრათ იმის შესახებ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ასე ვთქვათ, კომუნისტური წყობის პერიოდში და ხანაში, როდესაც ჩვენ სწავლობდით ვეფხისტყაოსას, მიჯნურთა სურვილს ჩვენ არავინ არ გვეცნიდა ისე, როგორც აქვთო სიყვარულის ადმილტობას, კი ბატონო. და იქაც დიახ, აი ვესაუბრეთ ამაზე. ჯერ ცოტა საკითხები არის, აი ვის მოიხსენიებს ნაწარმოებში ავტორი, რომელი მეფეებს? ესენი არიან თამარ მეფე და დავით სოსლანი. შემოქმედს რომელი 4 თვისება და უნარი უნდა კონდეს, რომ ნაწარმოების შექმნას ღირებული. შემოქმედს უნდა გააჩნდეს მჭერმეტყველება, უნდა კონდეს გული და ასევე უნდა იყოს გომიერი. ამის გარეშე შემოქმედი შეუძლებელია აქედან გამომდინარე ეს რომელიმე თუ აკრია შემოქმედს ის ვერანაირად ვერ შექმნის ღირებულ ნაწარმოებს ვერაფერს. შემდეგი არის ესე იგი რას ნიშნავს ნათარგმანები და რა ვიცით ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზე. ანუ თარგმნას ნიშნავს ნათარგმანები? დიახ. ანუ ნათარგმანები ნიშნავს ბევრი განმარტება აქვს, მაგრამ ყველაზე ისეთი შესაჭირი რომელიც არის ეს არის რაღაცა სიუჟეტზე, ანუ რაღაცა ლექსად გადმოწერა. კითხვა მაქვს, ეს სიუჟეტებს ეძებდნენ თუ არა ჩვენი მეცნიერები? ბევრი ეძებს მეცნიერები ეს სიუჟეტები, მაგრამ მსგავსი აი ზუსტად ისეთი რაც არის ვეფხისტყაოსანში ვერსად მოიძიეს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მსგავსი და დაახლოებული მასთან სხვადასხვა ეპიზოდები. შემდეგ შაირობის რამდენი სახეზე გვესაუბრება ავტორი და როგორია ისინი. ავტორი გვესაუბრება ვეფხისტყაოსანში სამ სახეზე შაირობის, ესე იგი სუსტი, საშუალო და ძლიერი. ესე იგი პირველი სუსტი ძლიერი არის პოემები და მისი მსგავსი სხვადასხვა ნაწარმოებები. უკაცრავად მან პირიქით არის ქრონოლოგია, მიჯნურობის ქრონოლოგიის საწინააღმდეგო და პირველი უფრო სუსტი ლექსია, მეორე უფრო უკეთესი და შემდეგ სუსტი არის საარშიკო და საქეიფო ლექსები და ლირიკა, ანუ საშუალო დონის ნაწარმოებები. და მაღალი პოეზია კი რას წარმოადგენს? ანუ ისთვის არის შექმნილი რა დაგირებულება აქვს სიბრძნეს გამოხატავს და სულიერებით ის მატარებელია. როგორ ვფიქრობ, ვეფხისტყაოსანი რომელი შემთხვევაა მათგან? რა თქმა უნდა, მხოლოდ პოემა არ არის, ის არის უდიდესი სიღრმისეული, უდიდესი სულიერებით და უდიდესი ფილოსოფიური დატვირთვას აქვს და ძალიან ღრმა მსოფლმხედველობა მას ჩადებული. თქვენ მახსოვს მომიტანეთ ამას წიგნი, სადაც იყო ფილოსოფოსთა ნაზრები. იქ რა თქმა უნდა, ის არის ასეთი წიგნი ფილოსოფია ყველასათვის, სადაც წავიკითხე რომ ასე ვთქვათ, ევროპელი ფილოსოფოსები გამოთქვამდნენ ას იმის შესახებ, რომ საქართველოს არ იყო ძველი დროიდანვე არ იყვნენ საქართველოში ფილოსოფოსები, აი როგორც სხვადასხვა ქვეყნებს გააჩნდათ, როგორც არისტოტელე იყო, პლატონი და ასე შემდეგ, მაგრამ დიდი კვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საქართველოს ასე ვთქვათ, ფუძე არა, მაგრამ ნაწილობრივ საქართველოს ხმაწვილი მიუძღვის სოფლიო ფილოსოფიის განვითარებაში და პირველი ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ვეფხისტყაოსანი და ამაში არის სხვადასხვა ფილოსოფოსები, რომლებიც ფილოსოფოსებია დაყრდნობილი, ბიზანტიურ ფილოსოფიაზეც არის, ევროპულ ფილოსოფიაზეც არის, მაგრამ ამავდროულად არის საფუძველი ახალი მსოფლმხედველობის და სხვა ახალი ფილოსოფიური აზროვნების ფუძედაც ითვლება. და შეთანხმებული ფილოსოფოსად არის რა თქმა უნდა, საქართველოში ფილოსოფოსების მამამთავრად არის, ასე ვთქვათ, მოხსენიებული. შემდეგ კითხვა არის რა არის მიჯნურობა პირველი, მიჯნურობა მეორე და რა მოვლენას მიეკუთვნება და რომელი 10 ადამიანური თვისება უნდა კონდეს მიჯნურს. მიჯნურობა პირველი ეს არის ღვთის სიყვარული, რა თქმა უნდა, და ეს არის სულიერება და ღვთისკენ ტოლვა. მიჯნურობა მეორე ეს არის უფრო სიძვისკენ და მიჯნურს ჭეშმარიტ მიჯნურს უნდა გააჩნდეს 10 თვისება, ეს არის თვალად სიტუფე, სიბრძნე, სიუხვე, სიხმე, მოცალეობა, სიმდიდრე, ენა, გონება, მოთმინება და ძელეთა მებრძოლთა მძლეობა. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა მიჯნურობა მიმართული არის ღვთისკენ, მაგრამ რომელიც მაგალითად სათფოს მიჯნურობა, აი ეს 10 თვისება თუ არ გააჩნია, ის ვერ იქნება სრულყოფილი მიჯნური და ამიტომ რა თვისებებია ეს? ეს თვისებებია ესე გავიმეორებ, თვალად სიტუფე, სიბრძნე, სიუხვე, სიხმე, მოცალეობა, სიმდიდრე, ენა, გონება, მოთმინება და მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. იქნებ გამგვიმართოთ, იმიტომ რომ შეიძლება ვთქვათ ეს დეტამეზოდ რა კონკრეტულად რას ნიშნავს? შესაძლებელია ჩვენს ვარაუდით რომ ვეფხისტყაოსნის თვითონ გმირები, აი აბსოლუტურად აი ამ 10 თვისებით არიან სავსე, ესე იგი თვალად სიტუფე ვეფხისტყაოსანში ძალიან
აფიოთ არის გამოხატული თითოეული პერსონაჟის ტანადობა. უამრავი საინტერესოა ახლა მე დამებადა კითხვა. აი რატომ აქცევს ყურადღებას შეთანხმებები მათ გარეგნობას? იმიტომ ყველა აუცილებლად ძალიან ლამაზია. რისი გავლენა ბიზანტიური ფილოსოფიის გავლენაც არის, აი ჩემი აზრით, ასევე ბერძნული კულტურის გავლენაც არის, ძველი ბერძნული, რადგან უფრო სხეულს მიეკუთვნებიან მაშინ სილამაზეს, ანუ რაც უფრო ლამაზი იყო სხეული. ეს გადამეტებული მგრძნობელობა, ეს გარეგნობის აღწერა, საიდანვე სპარსული პოეზიის ზეგავლენიდან არის და ესე იგი თითოეული პერსონაჟი ასევე არის ბრძენი და თითოეულს გააჩნია უდიდესი სიბრძნე და ისინი ასე უბრალოდ არაფერს არ აკეთებენ, ძალიან ბევრი ფიქრის და ძალიან ბევრი ანუ კონტექსტებითაც იკითხება ქრისტიანული, არა მარტო გარეგნული. სიუხვე, ანუ თითოეული არის ძალიან მოწყალე და ძალიან დიდრებიც არიან, თითოეული. ჩემ მაგასია, მახსოვს ვისაუბრეთ სიუხვესთან დაკავშირებით. ანუ რაც ნიშნავს, რომ ადამიანი იყოს მდიდარი. ადამიანის სიმდიდრე არ განისაზღვრება ქონების რაოდენობით, არა, რა თქმა უნდა. ესე იგი ადამიანის სიმდიდრე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად არის ის მოწყალე და რამდენად გასცემს იმ სიმდიდრეს, რაც მას კმაყოფილია საკუთარ სიდიდით, ამითიც. მე გახსოვთ გესაუბრეთ, რომ არსებობენ მდიდარი და ღარიბი მილიონერები, ხო? დიახ, ანუ ესე იგი, გამოდის არსებობენ მილიონერები, რომლებიც თავისთავად უწოდებენ ღარიბებს და რადგან მათ მიაჩნიათ, რომ იმდენი ფული არ აქვთ, ამდენიც ანუ მათ დააკმაყოფილებს ისინი, უბრალოდ ჩემი აზრით ძალიან უგუნურად იქცევიან, რადგან ადამიანს, რომელსაც მილიონები აქვს, ის უკვე მდიდრად შეიძლება ჩაითვალოს. ანუ გულმა უნდა იყოს სიმდიდრე. გული მათ, ანუ უძღები გული აქვთ, ასე ვთქვათ, სიმდიდრის და აი ამაოების ანუ ანუ მდიდარი ის, ვისაც ეს უკმაყოფილება, ვისაც კმაყოფილება აქვს შინაგანი, ეს არის მდიდარი. ანუ აქ კიდე არის ეს მოცალეობა, სიყრმე, ანუ ეს ყველაფერი მოცალეობა თუ ეხლა არ გააჩნია მიჯურს ვერ დაუთმობს ის ყურადღებას თავის საკუთრებას ვერანაირად სიმდიდრე მე მგონი პირდაპირ თვითონ სიმდიდრეზე ამ სიმდიდრეზეა ხო ჩვენ რამდენად მოწყალება შემდეგ ენა და გონება, ანუ გონიერება სიბნედან კიდე განსხვავდება ჩემი აზრით, ანუ გონიერება მის აი მოხერხებულობაში მის სხვადასხვა აი სტრატეგიაში და ამაში გამოიხატება მოთმინება, ანუ მიჯნურები აი როგორც არის ქრისტიანობაში უდიდესი მოთმინები არიან და აი მათ მაგალითზე შეიძლება ადამიანმა ბევრი რამე ისწავლოს, არა მარტო მიჯნურობაში, არამედ თვითონ სულიერებაშიც მოთმინები არიან, ავთანდილის ლოცვაშიც და ავთანდილის ანდერძშიც ეს კარგად არის ასახული. შემდეგ ძლიერთა მებრძოლთა მძლეობა. აქ გამოიხატება ის, რომ მიჯნური აუცილებლად უნდა იყოს ძლიერი, უნდა შეეძლოს მას ბრძოლა ყველაფერთან და ყველას წინაშე და ის უნდა იყოს იმდენად ძლიერი, რომ აი ძლიერთა მებრძოლთა მძლეობა შეეძლოს მას და საკუთრის ყველაფრის გაკეთება შეეძლოს. ესე იგი, გადავა შემდეგ კითხვა. კი ბატონო, შემიძლია. განმარტეთ, ეს წავიკითხებებში. ეს დამთავრდა. ეხლა გადავიდე უკვე. ეგ ლოცვა ავთანდილისა. არა, ლოცვა ნესტანის წერილი. ტროპული მეტყველების რასახით წარმოადგენს შემდეგი ფრაზა: ვარდი გააყვის გამოჩდის მუმბროლი გამომჭირვალი. ეს ფრაზა არის მეტაფორული და ძალიან ხშირად არის ეპისტოლაში ეს მეტაფორული მხატვრული ხერხი გამოყენებული. რატომ რომელი გავლენაა წერა სპარსული პოეზიის და ეს არის ანუ სპარსული პოეზიის გავლენა იმით აიხსნება რომ უბრალოდ ეს სპარსული პოეზია იყო უდიდესად გრძნობებზე დამყარებული და ის ძლიერ გზაფშეგრძნებებზე და აი აქედან გამომდინარე შედარებებზე მეტაფორებზე და ამით არის დატვირთული ვეფხისტყაოსანიც. რატომ მიმართავს ტარიელს ამგვარად ნესტანი ჩემო ამგვარად იმიტომ მიმართავს რომ ეს მიმართვა არის უდიდესი მოწიწების, უდიდესი სიფაგიზის და სიყვარულის გამომხატველი და უდიდესი სიღრმის მატარებელი სიტყვა არის და აქ გამოიხატება მოკრძალება და უდიდესი პატივისცემა საფრთხოსადმი ნესტანის მიმართვაში აი ამ სიტყვაში ჩემო. როგორ ახასიათებს ნესტანი წუთისოფელს, ვინ მოყავს მოწმედ. ნესტანი წუთისოფელს ახასიათებს როგორც ადგილი, სადაც რაც არ უნდა ნათელი იყოს და რაც არ უნდა ნათელში იყოს ის წუთისოფელში და მისთვის ნათელი იყოს, მაინც ის ბნელია, რადგან ბრძენი ხალხი მოყავს მაგალითად, რომლებმაც შეიცნეს წუთისოფელი, როგორც შეეძლოთ და ისინი წუნებენ წუთისოფელს, რადგან ისინიც უფრო იქით იხედებიან და ანუ წუთისოფლის იქით, ანუ უფრო მარადისობაში იყურებიან და ჭრედნენ მას. განმარტეთ სტროფი შენმა მზემან აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონა.
ნესტანი იძახის რომ არ ეგონა ცოცხალი ტარიელი, მაგრამ როდესაც შეიტყო მისი სიცოცხლე, გაუხარდა და იქამდე გადატანილი ჭირი, რაც მას გადაუტანია, ყველაფერი ჩათვალა რხინის ტოლფასა და მადლობს მერც იმის გამო, რომ ცოცხალია და ჯანმრთელია ტარიელი. და მზე თვითონ ეს ზებანი დაესახა. ეს კითხვაც არის შემდეგ. პარალელი გავლით ქართულ ფოლკლორთან. სახელმდობ სიმღერასთან მზეშინა შემოქმედს ადიდებს ნესტანი ტარიელის გამო და ისაუბრეთ. ესე იგი ეს სიმღერა მზეშინა აქ ადიდებენ მზეს როგორც ღმერთთან და როგორც სინათლეს და როგორც ღვთის გამომსახველობას ნათელს რა და აქედან გამომდინარე და რასთან იყო დაკავშირებული თუ გახსოვთ წარმართული ხანიდან ძეობის რიტუალს უკავშირდებოდა მეთქი მთვარი. ეს მზეშინა სამგალობელი, ვაჟის მამა შინა არ არის მზეში შემოდიო და არის ვარაუდი იმის შესახებ რომ წარმართულ ხანაში და თუ სიტყვას წარმართობას გავშლით ესე რომ წარვემართებით საიდანღაც სადმე წარმართობა არის სადმე წარვემართებით ხო? გამოდის რომ შეიძლება გულისხმოთ რომ ეს იყო ძეობის საგალობელი რომელიც ქრისტეს მოსვლას ელოდებოდა სწორედაც. იმიტომ რომ ქართველებს რომ მქონდათ ცოდნა ღვთისა ქრისტიანობის შემოსვლამდე ამას გვიმტკიცებს ისიც რომ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ერთ-ერთ მეხუთე საუკუნეში თუ არ ვთქვი ელია წინასწარმეტყველის ხალენი მოგზაურდება საქართველოში. ხომასი არის და იქიდან დაფუძნილია სოფლის კი ბატონო. ამიტომ ჩვენ რომ ასეთი ცოდნა არ გქონოდა ვთქვათ უფალთან ასეთი სიახლოვე, ებრაელერთან ასეთი სიახლოვე, ალბათ ებრაელები არ გადაწყვეტა რომ საქართველოსთვის მოებარებია ელია წინასწარმეტყველის ხალენი და ამიტომ სავარაუდოა რომ უფალთან ის მიმართება და ის ერთობა რომელიც ქრისტეს ლოდინში ჰქონდა ებრაელებს, ვიდრე მათ ხო არ მოვიდოდა, სავარაუდოა რომ საქართველოშიც იყო ამისი ცოდნა და ამაზე სხვათა შორის მიდის საუბარი და აპირებენ უწმინდესმა გამოთქვა ასეთი მოსაზრება, რომ წარმართობისგან უფრო ადრეული საქართველოს ისტორიის ახალი ნაშრომი უნდა შეიქმნას, ახალი წიგნი, რომელიც ამის შესახებ უფრო დეტალურად და მნიშვნელოვნად მოგვითხრობს და ხელოვნებად ცოდნები ამაზე ძალიან ისეთი ყურადღებით მუშაობენ. მათი სიტყვების პერიფრაზი გავაკეთე მე ხო თქვენთან საუბარში. საქართველები და ვისაც ძირითადად მე ქართველებზე გამომახვილ ყურადღებას რომ ეს წარმართული პერიოდი თქვენ როგორც ბრძანებთ იყო შემზადება იმ პერიოდისთვის, რასაც ქვია ქრისტეშობა და თუმცა სახელმწიფოება შემდგომ მიიღო და არმაზის და კაცის და გაიამის კერებად სავარაუდოდ ლაპარაკობთ ჩვენი გამყოლებას. შემდეგ გააგრძელეთ. განმარტეთ ფრაზა ვზი მზრდელად სიყვარულისა მის ჩემთან დანერგულისა. აქ ნესტანი ამახვილებს ყურადღებას იმაზე რომ იმ დატოვებულ სიყვარულს რაც მას ტარიელმა დაუტოვა ზრდის და უფრო აუსებს მას და რაც როგორც შეუძლია სიყვარულს უზარდებულება იმის მაგივრად მოთმინება ზუსტად ამაში ჩანს აქ ნესტანის რომ კი მარტოა და ძალიან იტანჯება მაგრამ იმ სიყვარულს რაც დაუტოვა მას ტარიელმა ცდილობს რომ უფრო გააძლიეროს, უფრო გააღვიოს და გაახაროს და უფრო ღრმად გაზარდოს. განმარტეთ სიტყვები ღმერთიცა მას ეტერების. ეს სიტყვები ნიშნავს რომ ღმერთი იყოს მისი მფარველიო და ღმერთს ევედრება რომ დაიფაროს ტარიელი და ვის ლოცავს ვიზია? არა, აქ სამშობლოში მეგობრებო ფატვაზია საუბარი. ფატმან დამეხმარაო და ღმერთიცა მას ეტერების. ლოცავს მას პარავდესო. რასთან დაკავშირებით ახსენებს ნესტანი ბედს. ნესტანი ბედს ახსენებს, ესე იგი იმასთან დაკავშირებით, რომ მრავალი გასაჭირი გადაიტანა მან და გასაჭირი რომ დაემატა, ამას თulis რომ ის არის ბედი მისი და ეს ყველაფერი არის. როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ნესტანის ამხელა ტრაგედია და იგივე ტარიელის? დაუშვეს თუ არა მათ რაიმე საბედისწერო შეცდომა, რის გამოც ისინი იზღვევენ? საბედისწერო ჩემი აზრით, საბედისწერო შეცდომა მათ არ დაუშვიათ. ეს რაც შეეხება სასიცოცხლოს მოკვლაში, ჩვენ იქეთ ვიყვავს. ეს ბედს ამას მიაწერს ალბათ ნესტანი. ამ შემთხვევაში მე ვერ დაგეთახმებით, მე ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვეს იმიტომ, რომ ის ადამიანი აბსოლუტურად უდანაშაულო იყო. სხვანაირად შეძლო, მაგრამ ჩვენ გახსოვთ ვისაუბრეთ იმ თემაზეც ვისაუბრეთ, როდესაც ადამ და ევა გამოიდევნებიან სამოთხის ბაღიდან, რითი იმოსებიან? არა, ყავით იმოსებიან. და გვაგონებს ამას თუ არა ტარიელის ინდოეთიდან გასვლის შემდეგ ამის შემოსვა. დიახ და გამოქვაბულში ცხოვრობს. მათი ცხოვრება ფაქტურად ცრემლად იქცევა და ისინი იზღვევენ იმას, რა ცოდოთ ჩაიდინეს. და აქედან გამომდინარე, აქაც
აი რას ვისაუბრეთ, ესე იგი ნესტანი და ტარიელი ისჯებიან აი იმ ცოდვისთვის, რაც დიახ, აი ამ ყველაფერს უბედურებას მაინც ბედს უკავშირებს ნესტანი და როგორ ფიქრობთ, საკუთარ ბედის წერას ადამიანი ქმნის თუ არა თვითონ? რა თქმა უნდა, ბედის წერა ღმერთმა ადამიანს იმისთვის მისცა თავისუფალი ნება და გონება და სული, რომ მან თავისი ბედი ასე ვთქვათ თვითონ შექმნას და ამაში ღმერთი ყველანაირად ხელს უწყობს მას და აი ღმერთის დაშვებიდან გამომდინარე ადამიანი თუ ღმერთის დაშვებას თავის ნებასაც დაუკავშირებს ის აუცილებლად გადასცემს ნებას მისი ცხოვრება სწორად წარმართება და თუ ამას არ დაუთმობს უფალს მაშინ სხვა აი აქვე მადლობას წირავს ღმერთს იმის გამო აი ბედს უფროსურად რომ რაც მარტო გასაჭირზე არ წუხს ის რაც ბედნიერებას გადახდენია მას ყველაფერზე უმადლობს თავის ბედს და არა ბედს უმადლობს მაგრამ ღვთისმადლიერია დიახ ღვთისმადლიერია რა თქმა უნდა შემდეგ ტროპული მეტყველების რას ნიშნავს პატიჟი პატიჟი ნიშნავს ტანჯვას ტროპული მეტყველების რას სახეს წარმოადგენს ფრაზა შენ თუ დარსა გნახავ დავიწვი ვით აბედი კვესითა ანუ ესეც მეტაფორული არა უკაცრავად აქ ვითა როდესაც აღვდება კავშირი ძველი ქართული კავშირი რომელიც იგივეა როგორც შედარება ანუ შედარების და რომელ ნატურებს ადარებს ნესტანი თავის თავს და ტარიელს მზეს და მთვარეს ადარებს და ჩემი აზრით ეს იქიდანაც აიხსნება რომ რადგან ასტროლოგიაც არის აი დამყარებული რაღაც ხრი გვეკითხავენ ხო ასტროლოგია ცოდნა და ასევე მათ სილამაზითაც რა თქმა უნდა აი როგორც დახასიათებულები არიან და რატომ არის ტარიელი მზე და ნესტანი მთვარე როგორ ფიქრობთ აქ იერარქიული წყობა ხომ არ არის თქვა მამაკაცის წინ დგომის და როგორ ფიქრობთ და ანუ მზე ანუ ამაღლებულია უფრო მაღლა და აქედან გამომდინარე სწორედ ამიტომ არის რომ მზის სიმბოლო ანუ რომთან შედარებით ტარიელი ხოლო ვებთან ის ნესტანი კი ბატონო კარგი სწამს თუ არა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ნესტანს რა თქმა უნდა სწამს სიცოცხლის შემდეგ სიკვდილის და ის სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის და ის ღმერთს ევედრება რომ აი თუ არ დაბრუნდება ტარიელი ის სიკვდილის დროს რადგან მას ჯერა რომ ის წავა ღმერთთან და იქნება ნათელში მაგრამ ნათელს ვიხილაო და უფლის გარემოსაში იქნება და აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვისაუბროთ რომ ანუ მარადიული ცხოვრების წმენდა მარადიული ცხოვრების ეს წინ არის რო ის არის მაგ შემთხვევაში შეტევს დაულიუბნება პროლოგში მომეც ვიჟუტას რომ უფალს შეწყოს და ამ შემთხვევაში ნესტანი შეწყოს რომ იქნებოდა ამხსნას უფალმა ამ 4 ტიქია ცეცხლს ყავს მიწას და აი შემდეგ კითხვა არის აი 4 ტიქია ფიზიკურ მატერიალს რომ აუფრინდე ეს ციურ სამყაროში და მარადიული მზის ნათებას შევცქერდეო რა იქნებ უფალმა დამიჯნას ამისგან ასეთ სიტყვებს ამბობს და აი შემდეგ კითხვა რომ 4 ტიქია ცეცხლი წყალი მიწა ჰაერი რად მიიჩნევა იგი ძველად და ძველთაგან ეს ცეცხლი წყალი მიწა და ჰაერი ეს ის ნივთიერებები რისგანაც ყოველი მატერია შედგება და ასევე ადამიანის ხორცი და ძველთაგანვე ეს მიიჩნეოდა ის სამყაროს მამოძრავებელ კი ბატონო და აი ამას გულისხმობს საკუთარ სხეულს გულისხმობს ამ შემთხვევაში და საკუთარ სხეულს რომელიც შედგება ამ ნაწილებში ესე გამარტეთ ფრაზა მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შეხარ მისი წილი განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი არ თუ წბილი რა არის ეტლი და რაზე საუბრობს აქ ნესტანი აქ ნესტანი საუბრობს ავთანდილზე ტარიელზე რომელიც არის ზოდიაკოთი ლომი და ლომი არის ის 12 თანავარსკვლავედან ერთ-ერთი რომელიც ასტროლოგიურად მზეს უკავშირდება და რის გარეშეც მზე ვერ შეძლებს მის აი ნათებას და მის ფუნქციურობას ვერ შეძლებს და აქედან გამომდინარე უკავშირებს აი ისევ ასტროლოგიაზე შეგვიძლია გავაკეთოთ პარალელი რომ ღრმადმცოდნე იყო შოთა რუსთაველი როდესაც ამას წერდა რადგან მაგრამ რუსთაველი მიიჩნევს თუ არა რომ ეს ანუ როგორ ფიქრობთ რუსთაველი როგორ ხედავს რომ ეს ასტროლოგიური ნიშნები მართავენ ადამიანს თუ ზემოდან იმართება ადამიანს რომ უფლის განიმართება ანუ ის უფალი ამათ ის ხო სამყაროში შეგვიძლია წლებიც და ყველაფერი ამათი მეშვეობით ადამიანს ხო იბადება ადამიანი რომელიც წლის შემთხვევაში მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას და როდესაც ავთანდილი შეწყობს ნათობებს დახმარებას ამ შემთხვევაში ჩვენ ის კი არ დავიგულისხმოთ რომ ის უფალს არ არის არამედ ის უფლის შექმნილ სამყაროს როგორც ერთია ნაწილზე როგორც მისი შემოქმედების გვირგვინი როგორც შემოქმედების გვირგვინი
მოუწოდებს მიკროკოსმოსი. დიახ, კი ბატონო, იგი მოუწოდებს მის წინარე ქმნილ სამყაროს, როგორც დაახლოებით ჩვენ შეიძლება მოვეფეროთ, ასე ვთქვათ, მოუწოდოთ, შევუერთდეთ ჩვენ აუთანდილის სიმღერაში ბუნება გვერდზე უდგას ადამიანს დიახ, იმიტომ რომ ეს არის ერთი დიდი სამყარო, რომლის მეპატრონედაც ადამიანი შექმნიდა, ის მთელ სამყაროს უნდა გაუქმდეს. მართალი ადამიანი გვინია, მაგრამ ის მისი ნაწილიც არის აი. რა თქმა უნდა, და ამაში ეს იგულისხმება არავითარ შემთხვევაში ის რომ პლანეტებიდან არის მართული ადამიანი. პირიქით, ადამიანი უნდა გაუქმდეს სამყარო და სწორედ ადამიანს შეუძლია, თუ ჩვენ ბიბლიას გავიხსენებთ, ის უნავესის მაგალითს, თვითონ პლანეტების და სამყაროს მოძრაობას განსხვავებას წარმართავს ღვთის ძალით და ღვთის შემწეობით, რა თქმა უნდა. ანუ ესეც სწორად არის დაგანახული ოქროს პაუსაში და არაფერი. რატომ თხოვს ნესტანი ტარიელს ინდოეთში დაბრუნებას? ნესტანი ტარიელს იმიტომ თხოვს ინდოეთში დაბრუნებას, რომ მისი მშობლები უნუგეშოდ არიან და სულს რომ აი ტარიელმა უნუგეშოს და მხარში დაუდგეს და როგორმე ასე ვთქვათ, აი ნუგეში მისცეს რა მის მშობლებს. ანუ თავის ქვეყანაზე ფიქრობს. თავის ქვეყანაზე ფიქრობს. რა ნიშნავს უგზავნის ნესტანის სატრფოს? ნესტანის სატრფოს უგზავნის აი რიდს, რომელიც დაუტოვეს რიდეს, აი რიდეს ნაცრს ჩამოაჭრის და აი ამას უგზავნის ნიშნად. რას ნიშნავს 7-ცა? ვეფხის ყავსაში მოხსენიებული არის აქ 7-ცა, მაგრამ ეს დაკავშირებული არის 9 ანგელოსთა დასთან, რომლებიც მოხსენიებული არის ბიბლიაში და ფსალმებში და ეს ნიშნავს იმას რომ საფრთხმეტყველო წიგნებში და ეს 9 ანგელოსთა დასია, რომელსაც გააჩნიათ საკუთარი სამეფო და აი ვეფხის ყავსანში ნათლად ჩანს აქ რომ ცოდნა ავტორისა საფრთხმეტყველო საკითხებთან და ასევე საფრთხმეტყველო წიგნებთან და 7 კი არის, აქ 7 კი წერია, მაგრამ ეს უნდა ვიგულისხმოთ აქ 9 ანგელოსთა დასი და აი მათი სამეფოც აქ. აი ეს ხო ჩემი კითხვები. ანუ ამბუწურეთ თქვენ მოსაბი კითხვა გიყოლარებთ. კომარების კითხავით საკითხებზე. აი თქვენ ახსენეთ რომ რომელი შეკითხვა გქონდათ ესეთი რომელი მეფეები არის მოხსენიებული. მე მინდა გითხოთ რომელი წინასწარმეტყველი არის მოხსენიებული ქრისტიანობაში თუ გაგიმახვილებით ამაზე ყურადღება და თქვენ რომ მეორე მინდა თქვენ რომ ახსენეთ რომ ესე იგი მე-7 წელს ამბობს ქრისტიანოსანი ახალი ათმიდან აი cis რამდენიც არის სადმე თუ არის ნახსენები ან თუნდაც სამული ახსენებს სამუში რომელი მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ თუ გნებავთ იფიქრეთ სხვას გამოკითხავთ თუ კითხვა თქვენთვის და მოფიქრება გჭირდება თორემ მამაოჩვენოშიც ცათაშინა აი ცათაში ხო დიახ ასევე თვითონ ანუ რა ანგელოზებს თავიანთი თვითონ ის მონაკვეთი თქვა ანუ სადაც ეს წერია თუ გახსოვს აი სამუში მაგალითად სამულიდან თუ გახსოვს აი ანგელოზებს სამულიდან თუ თვით გავხსენო როგორ მოიაზრებ? თქვი მარტო ესე იგი ანგელოზებს იერარქიულად ანუ ანგელოზების კი საფეხურების სხვა კომენტარი ხომ არ არის ან ხომ არ წაგიკითხე ან ხომ არ არის. აი სამუში მაგალითად წერია ესეთ რაღაც სანი სათანი უფლისანი არის ხოლმე ქვეყანა მოცა ზეთა გასტას ხო? დიახ. ანუ ზეცა ანუ სულიერი სამყარო არის უფლის საბრძანებელი. ამ შემთხვევაში სამული რას გვეუბნება რომ სანი სათანი უფლისანი არის ხოლმე ქვეყანა მოცა ზეთა. ანუ ყოველივე ეს ანგელოზების სამეფო ანუ ყველაფერი არის უფლის განკარგულებაში რა თქმა უნდა. მაგალითად ქერუბინები მეორნაირად როგორ იწოდება? აი კიდე და ქერუბინები პირველ ტრიადაში კიდე რომელია ქერუბინები სერაფიმები საბდარი დიახ. ანუ უფლის ანგელოზებს თითოეული ის ანგელოზებს აქვს მინიჭებული და ქვეყანა ადამიანს მოსა ანუ საბრძანებელი. ანუ ეს ნიშნავს პირდაპირ უპასუხებაში ეს ნიშნავს იმას რომ ეს ქვეყანა ისაც ხედავთ არის ქვეყანა ამის გარდა კიდევ არის არსებობს რა თქმა უნდა ხილული და უხილავი სამყარო უხილავ სამყაროში ანუ პირდაპირ წინასწარმეტყველი შესახებ აბა თუ მეტყვი წინასწარმეტყველი სუსტად დავითი აგ რაღაცა ქვია ნინო იმას მეც არ მახსოვს აი არა წინასწარმეტყველს ახსენებს ერთ-ერთ წინასწარმეტყველს წინასწარმეტყველს ახსენებს და აი ყოველი ბოლო სიტყვა სტროფის თავდება სახელით წინასწარმეტყველს მიხია წინასწარმეტყველს ნაბდოდარ მოგსოვდა მისი სახელი შეფარვით მიქია ეს
მიხია წინასწარმეტყველი კონკრეტულად უფლის შობის შესახებ. რამდენიმე არ ვიცით, ეს ჩვენ ციახლია. ხო, ჩვენ ეს შეხვედრია კომენტარი. რომ ამბობს მისი სახელი შეფარვით ფემორებით თქოს მიხია, ხო? ესე იგი მისი სახელი შეფარვით, ესე იგი უფლის შობაზე ლაპარაკობდა. დიდი შოთაროსა. ამას არ დავიბზარ, სოციოლოგიზება. საფარებიდან თუმცა ჩვენ კიდევ ვიცით რომ პავლე მოციქულს ახსენებს, ხო? მესამე წამდით რომელიც ახსენებს. მესამემდე ამბობდა, ასევე ახსენებს რუსის მოიცა 9-ც არ არის ვებოს თავსაში. 7-ც არის ნახსენები, 7-ც არა, არის. სხვაგან არის ის ნახსენები, თვითონ მე რაც მაგას 7-ც არის ნახსენები. ისე განმარტებაში წერია რომ რა თქმა უნდა არსებობს 9 ანგელოზ და დასი რომლებიც ცნობილი ადამიანისთვის და აი აქ ამასთანაა დაკავშირებული რა თქმა უნდა. კარგი, ლაშეთე ეს არის საუბარი ისა განაგამცა, ანუ პროცესს ნესტანი საუბრობს, რომ მიმოვიდნენ 3 მზენი, 3-ზეს ახსენებს. ჩვენ ამ 3-ზეზე მეორე განმარტება ქონდა, მაგრამ მე განმარტებაში. შეიძლება ამ 3-ზეში სწორედ იმ 9-3 არ გამოგა, არ ვიცით, ცოტა რთული საკითხია ახლა. ამ შემთხვევაში რა გულისხმობს ავტორი. რომ არ ხომ განსხვავებული მოსაზრებები ამ საკითხზე და ჩვენ ისე ვაკეთებთ ხოლმე რომ ყველა ვერსიას განვიხილავ თქვა რა და შემდეგი რაღაც კითხვა დავუსვით კიდევ აი მოცალეობა რათვისებები უნდა იყოს ერთ-ერთი ახსენეთ მოცალეობა ხო? წინა წერილიდან ხომ არ გახსოვთ ახლა მე აი მაინც ამ კუთხით გეკითხებით ხომ არ გახსოვთ აი რამებს გავსი სიტყვა რომ მოცალეობას რა შეეხება ხო? საერთოდ ჟული საჭიროებს იმას რომ ადამიანმა მოიცანოს თუნდაც ახალი ატომიდან. აი გავისწრებთ მაგალითად აი მათი სახარებაში მოთხოვით ვარსდები ერთმა ხარი მიდა ერთმა ცოლი შეირთო ერთმა ბიცა იყიდაო და ვერ მოიცანა ვერავე ხო? გარდა ამისა სამუშის წერია მოიცანე და გულისხმა ხავთ რამე თუ მე ვარ უფალი. ესე იგი თვითონ ამ შემთხვევაში მიჯნურობის ობიექტი არის ნესტანი ამ შემთხვევაში მაგრამ შოთა რუსთაველი ხო გადატანით ესე იგი საუბრობს ხო? არათმით დაპირია. ჩვენ ხო ასე არის. ანუ როგორც აღნიშნე დავიწყოთ ან მიჯნურობა არის ორი ანუ არა, როცა მიჯნურობის შემთხვევის გარდა ვთქვათ. როცა საუბრობთ ვთქვათ. გახსოვთ როცა უფალიანს 6 დღე იქნოდა, ხოლო მე-7 დღე კი. ანუ ამ შემთხვევაში მოცალეობა სწორედ უფალთან. მოცალეობა, ესე იგი მოცალეობა მარტო აი პოემას კი არ უკავშირდება. უფალთანაცაა დაკავშირებული. დიახ, რა თქმა უნდა. რომ მიჯნურობა პირველი მაინც მოცალეობაზეა. მიდი რა თქმა უნდა პირველი მიჯნურობა არის უფლის სიყვარული და ეს რაც თქვენ ბრძანეთ ეს პირდაპირ იმასთან არის, ანუ რომ ადამიანს უნდა უფლისთვის ეცალოს და დრო ყოველთვის უნდა გამონახოს აუცილებლად. ანუ ის ერთობა, რასაც ქვია ენესთან და გარიჯანის და ტარიელის ერთობა არ უნდა იყოს იმდენად მოცალეობა მათში უნდა იყოს უფლისკენ მიმართული. ანუ ერთობით თვითონ მიჯნურთა სული არა, ეს თვითონ ყურადღება ეს ნესტალის მაგლისის ეკონდის აი ბევრი იმდენად ბევრი შეა კუთხისწყალოსაც როდესაც მიყვები შრეებს საოცარ აღმოჩენებამდე დაგიხარ ანუ გარეთაში აბსოლუტურად სხვა შიგნით კიდევ სხვა შეეობრივად არის რა და ჩვენ საუბრობთ სოლომონის ქებათა სხვათაშორის ისე კომენტარი არის მიჯნურობის ობიექტი ამ შემთხვევაში რაც არის ნესტანი მიჯნურთა სურვილი თქვენ განმარტებაში არის ხო რომ ის სიყვარულთან მიჯნურობა არის სამი სახის პირველი მიჯნურობას ახასიათებს ავტორი როგორც საფრთხო სიყვარულს მეორეს ქალვაჟურს და მესამეს სიძოს უწოდებს რომელიც აბსოლუტურად ფიზიკური და სულიერი გადაცლილია და ამ სამის მიხედვით აკეთებს ეს მე შევქმნი ეცით საოცარ ამას ამს რომ ხელობანი ქვენანი რომელი ხორცს თახდებიან კлау მასვე ბაძვენ თოდეს არსიძვენ შორით ბნდებიან ეს უკვე ის მიბაზოა რომელმა შეხედოსო დედაკაცსა გულის ეს იგივე არის აი ნახეთ როგორ ვარ პირდაპირ ჩვენ რო ლაპარაკებულია პირდაპირ გულის თვალზე გულის თვალზე კი არსიძვენ შორით ბნდებიან კი ბატონო და სადაც ის არ ხდებაო თქვათ ქალვაჟურით ჩემს პოემაში ანუ ხელშესახებად სადაც არ ხდება ურთიერთობაო თვითონ ამაზე ამბობს ანუ დანარჩენი აბსოლუტურად იმას ბაძავსო იმ სიყვარულის მოდელია ჩამოტარებული და ჩვენ მერე სოლომონის ქებათა-ქებაზეც ვისაუბრეთ ჩვენ აბუთბილიშიც ხდება ქებათა-ქებისა და პატარა ამონარიდი და ესენი იცნობენ იმ ნაწარმოებსაც მე ვისაუბრებოდი რომ ქრისტეს და ეკლესიის სიყვარულია გადმოცემული სატრფიალო სახით კარგი და
ხარ გადავიდეთ შემდეგი კი ბატონო ჩემსა დიახ რადგან ექსპოსერია რა არის ნებისმიერი ბოროტების სათავე ნებისმიერი უკაცრავად გაგვიცანთ ეს გახლავთ ლაშა მარგიანი და თქვენ გაგვახლავართ ვალენ მაისაში დიახ რა არის ნებისმიერი ბოროტების სათავე ამ ქვეყნად ბოროტების სათავე არის ეშმაკი რას არის მოგიგნავსენები არის დიახ აქ უკაცრავად იყო ნებისმიერი ბოროტების სათავე ამ ქვეყნად აქ ცოტა სხვა ბარათი მოკითხვა დასმული ან აქ პირველი შეწოდება იგრძნობა ვალე მე მგონი და ცოდვისკენ ანულ დიახ შემდეგი რას ნიშნავს ხატებათა მსგავსება ღვთისა ანუ ადამიანი არის ერთ-ერთი ქმნილება ერთ-ერთი არ ერთადერთი რომელიც არის ღვთის მსგავსი თავისუფალი რადგან მას გააჩნია თავისუფალი სული გონება და ნება რა არის ადამიანის უზენაესი მისია მისი უზენაესი მისია არის სულის ხონება და რატომ მოვიდა ამ ქვეყნად ქრისტე რადგან ადამიანი გამოეხსნა იმ პირველი ქმნილის შეწოდებით სიკვდილისა და წვევისაგან რატომ უწოდებს დიონისე არიოპაგელი ადამიანს შესავებულს იმიტომ რომ ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან რა არის თავისუფალი ნებაც რო გააჩნია ხო რა თქმა უნდა და შესაძლოა სწორედ აი ამ ერთობას უწოდებს რა არის მაკრო და მიკროკოსმოსი დიახ აი მაკრო და მიკროკოსმოსი რა არის მაკრო არის ადამიანის გონება ხოლო მიკრო არის ქვეყანა დიახ მიკრო მოიცადეთ მაკრო არის ქვეყანა სამყარო და მიკრო არის ადამიანი ეხლა კითხვა მაქვს ასეთი ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე იმ ხუთ ელემენტზე რომელიც შედის სამყაროს შემადგენლობაში ცალკე ეს იყო ნივთიერი ვინმე შეგიძლია ჩავინთოთ ის ხუთი ელემენტი რომლისგანაც შედგება მთელი სამყარო ცეცხლით არა ამაზე არ საუბრობთ ჩვენ მთელი სამყარო რომელზეც დგას ნივთიერი იყო ერთი თუ გახსოვთ ნივთიერი რაც კი არის სამყაროში მეორე იყო ცხოველური შემდეგ იყო ანგელოზური რომელიც სულიერ მას გამოხატავს სამყაროს გამოხატავს შემდეგ მიდის უკვე ნივთიერი დავასახელეთ ხო უკაცრავად თავიდან წავყვები ნივთიერი ანუ ცხოველური მცენარეული უკაცრავად და მეხუთე ეს არის საკუთრივ ადამიანური ადამიანში ხუთივე არის თუ არა არის ხუთივე მაგრამ ცალკეულ მათგანში ადამიანური თუ არის სწორედ ამიტომ ადამიანს ეწოდება მიკროკოსმოსი რადგან მთელი კოსმოსი დაახლოებით ისევე როგორც მარცვალი წარმოადგენს მთელ ხეს რომელიც უბრალოდ შემდეგ გაიშლება და გაინაკופიერებს და გამოიგებს თქვა მიიღებს საბოლოო ფორმას ასევე ადამიანი არის მარცვალი სამყაროში რომელიც ფაქტურად უდრის დედამიწას მაგრამ არის მისი მიკროვარიანტი ანუ მიკროკოსმოსი ანუ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ ბატონო დედამიწას თუ სამყაროს ამოწერეთ ფრაზა სადაც რუსთაველი მოიხსენიებს დიონისე არიოპაგელს ამას საქმესა დაფაროს ბრძენი დიუნო განკვიცხადებს აქვს თუ არა არსი ბოროტებას არ აქვს არსი იმიტომ რომ თვითონ ღმერთი არის არსი და ანუ თვითონ არ თუ არა შექმნილი არა თვითონ არ არის შექმნილი მაშინ რატო არსებობს ბოროტება და როგორც ის ამ დიონისე არიოპაგელი ანუ არსებობს თვითონ ბოროტება თუ როგორ შეიქმნა იგი მოკლედ ეს გვაინტერესებს დაცემული ანგელოზების დიახ კი ბატონო არა გითხარი რა ვარ რა აი რა არის ბოროტება თვითონ ბოროტება არის რომელიც მომდინარეობს დაცემული ანგელოზებისგან ბოროტების არის ბოროტება არის სიგეთის მოგლება ესეთი ვიცი ჩვენს ვადგი სადაც ღვთისმადლი არ არის საიქნის დიახ არა ნატრების სიკეთე არის სიკეთე და სადაც სიკეთე ნატრების სინათლე ასევე მას გულისხმობს სადაც ღმერთი არ იყო აი ნაბის მაგალითი მათ ხდება თუ არა თინათინის მის მოყალია თუ არა თქვენს კითხვაში მაინტერესებს თინათინი საუბრობს ზუსტად მაგ საკითხზე ბოროტიმცა ხდება კეთილის შემოქმედა ბოროტიმცა რაც შექმნა სწორედ მაგას გულისხმობს თინათინი ამაზე საუბრისას აი შემდეგი კითხვა იყო დიახ განმარტეთ თინათინის სიტყვები როცა რაც შექმნა კეთილისა შემოქმედსა კეთილის შემოქმედი ღმერთი ბოროტებას არ შექმნიდა ხო და სწორედ ამიტომ აქვს იმედი ავტორი თუ ამბობს რომ სიკეთე როცა ძლია კეთილმა არსება მისი გრძელი ანუ არსება ერთი რაღაცა მინდა ვკითხო რომ აი ჩვენ სამთო ისტორიასაც ხო სწავლობთ და რომელი ფრაზა შეიძლება მოიყვანო აი შესაქმნის დღეებიდან თუნდაც რომელიც ამბობს რომ ესე იგი ბოროტება საწვისი არ არის და ბოროტება არ შეუქმნია ღმერთს აი არგუმენტირებულად რომ ვიღაცა რო შეგიკითხოს დავუშვათ პირველივე დღე სადაც ღმერთმა გვაიქმნა ნათელი და იყო ნათელი და იყო ანუ ნათელი გაყოფნელისაგან
რომ ღმერთს არ ხსენია პაროტება. და დაამთავრება ეგ მოხდება. ღმერთმა ბოლოს როგორ თავდება? ნათელი გაყოფნელისაგან, ნათელს როგორ თავდება? ბოლოს რას ხალხმა მოიწონა. და მოიწონა ის. ყოველი შესაქმის და თავდება ესე იხილა ღმერთთან, რაბერტო კენთილი და იქნა სუფრი და იქნა განთიადა. ესე იგი შესაქმე რაც არის ჩვენ ვიცით, ასეთ არ არის რომ ასეთ არ განთავრებია კეთილი ანუ არ ყოფილი ოპტიმიზატორის რაჭი. და ეს დავამატებ შეიძლება რომ აი აქ წავიკითხე ვიფრის ყავსის განმარტებაში წავიკითხე და ისედაც რომ ესე იგი ადამიანი ღმერთი არის რა თქმა უნდა სრულყოფილი და სრულყოფილი არსების ქმნილება ნებისმიერი არ შეიძლება იყოს არასრულყოფილი. არასრულქმნილი და აქედან გამომდინარე ბოროტებას თვითონ არსიც არ გააჩნია და რაც შექმნა ღმერთმა ყოველივე სრულყოფილი არის, მაგრამ თვითონ მიიწრაფიან, ანუ ყოველი ფილოსოფიური აზროვნება ის პოეტია. პატივარი გააგრძელეთ, ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენთან საუბარი ფორმატში და იქნება იყოს. რა იყო ძველი ბერძნულად მოირა. ეს არის ბედისწერის უთანადები. დიახ. და რითი განსხვავდებოდა მათი ღმერთი ჩვენი ღმერთისგან თქვათ, ხო? აი, როდესაც მასაკა მათი ღმერთი იყო არ არსებობდა და. ხო, გარდა ამისა, მოირა ანუ რას ქმნიდა მათთვის? ან იყო რაღაცა დაწერილი, რომელსაც ისინი ვერ პირადი კონტაქტი და ურთიერთობა, ისეთი როგორიც აქვს მართლმადიდებლურ სამყაროში თქვა. ხო, ანუ ეს პირდაპირ ურთიერთობა, პირდაპირ სახარება გვესაუბრება, რომელზეც და გვასწავლის. და იდეალური მოდელი, რომელსაც სამყაროში უფალი გვიქმნის, ეს მეგონი თქვენ კითხვაშია, როგორები უნდა ვიყოთ? აბა გითხარი როგორები უნდა ვიყოთ? იყავით სრულივით არცა ორგანიზაციასაც. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის საოცარი სიტყვები, რაღაც შეუდარებელი პირდაპირ. მე არც ერთ რელიგიაში ვერ წარმოგიდგენთ, გავსი წინადადება იყოს, როცა უფალი გეუბნება, რომ ვიყავი ვითარცა მამა თქვენი სრულ. ანუ უფალი მოგიხმებს, რომ იყავი შენ ისეთივე სრული, როგორც ვარ მე. დიახ. აი მოირაზე. ანუ მოირა იყო თვითონ მრავალღმერთიანობა იყო იმ დროს და აი ამ ღმერთების ბედიც იყო თვითონ მოირა და რა თქმა უნდა ეხა მაშინ თვითონ ღმერთებს მართავდა თვითონ ღმერთებს მართავდა ანუ ზევსი არ იყო სრულყოფილი მმართველი ისიც დამოუკიდებარი და აი ამით განსხვავდება რომ ის თვითონ დაწესებული ქონდა ბედისწერა თითოეული ადამიანის და ღმერთისთვის დიახ ანუ თვითონ ზევსი და ღმერთები იმორჩილებოდა ბედისწერას ვიყავით სრული კაცსა ღმერთი ზეცთა თქვენი სრულარს ჩემი ერთ ეს სიტყვები ანუ ხო შეიძლება ვთქვა. დიახ. ანუ ამაში გამოიხატება ის რომ რა თქმა უნდა ღმერთი იმდენად სრულყოფილია რომ აი მის სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი და როდესაც ადამიანს მოუწოდებს ყოველას სრულყოფილია და როდესაც მოუწოდებს რომ ანუ იყოს ისეთი სრული როგორც თვითონ არის სრული ამას იმიტომ ეუბნება რომ მუდმივად ღვთისკენ იწრაფოს და არ კონდეს მაგას აი ეს რამე გაჩე აი ეს რო გაჩე დინამიური იყოს ანუ აბა ბატონო გააგრძელეთ თქვენ საუბარი? განმარტეთ განგებულება, ნება და დაშვება. განგებულება არის ღვთის, ხოლო ნება არის კიდე ადამიანის თავისუფალი ნება. და მაგრამ აი კიდევ რა დიყოფა ჩვენთვის რომ განგებულება შედის ისევე როგორც ნება, შედის დაშვება. აი ეს აგვიხსენით, როგორ შეიძლება მაგალითად ეს მოხდეს, რომ იყოს ნება თუ დაშვება, ანუ ადამიანის ცხოვრებაში. აი რა არის მაგალითად ღვთისნება? მაგალითი ერთი არ შეგიძლია. დიახ, რა თქმა უნდა, ღვთისნების. თქვენი გაკვეთილიდან როცა თქვენ გითხარით ერთი მაგალითი როდესაც ხალის ნუცერში შეისახება ბავშვი, ეს არის ღვთისნება, განგებულება, ნება, ნებაზე ვსაუბრობთ, ხო? და თუ ის აბორს გაიკეთებს, ეს არის უკვე ადამიანის თავისუფალებისგან დაშვება. გამომდინარე, უფალ ხდება დაშვება. ანუ ეს ღვთისნება არ იყო, ხო, ადამიანს ეს სულის აქციები ჩაედინა. მაგრამ მოხდა დაშვება იქიდან გამომდინარე, რომ ღვთისნება ასევე რომ ადამიანს ჰქონდეს თავისუფალი ნება, განგებულებაში შედის ეს. ამიტომ სწორია თუ არა, როდესაც უფალს მიაწერენ, რომ ღვთისნება იყო და ასე მოხდა, როდესაც თვითონ ჩაედერე რაღაც არასწორ აქციას. არა, ხო? ანუ მოხდა დაშვება, მათი თავისუფალი არჩევანი და რა თქმა უნდა, საერთოდ ღვთისნება ყოველგვარ კეთილს აღასრულებს. კარგი, დაბა გავაგრძელოთ. რას ნიშნავს საჭიროელი გზიცვლა? საჭიროელი გზიცვლა არის ის გზა, სადაც ადამიანს ხვდება ბევრი დაბრკოლება და განსაცდელი. დი. ანუ ღვთის გზა. კეთილი გზა, რომელსაც განსაცდელიც აქვს, აბა? შემთხვევითობა და ჯაჭვი ღვთისწყალსანში. დიახ, შემთხვევითობა და ჯაჭვი ღვთისწყალსანში ძალიან საინტერესო თემაა. აბა რას გეტყვით? ეს არის ნადირობის სცენა, ხატაელის ძმებთან შეხვედრა, ავთანდილის ქარავანთან შეხვედრა და ავთანდილის ფატმანთან შეხვედრა. კი ბატონო, რას ნიშნავს შემთხვევითობა და ჯაჭვი? ანუ რა ხდება შემთხვევით ღვთისწყალსანში? ანუ ვინ აკეთებს ამას? ვინ აგებს ამ შემთხვევით? ჩვენ ვიცით რომ სანადირო დრომერს წასულიყო ავთანდილი და ტარის როსტევანი, ვერასოდეს ისინი უცხო მოყმეს ვერ იხილავდნენ. თუ ვერ იხილავდნენ ავთანდილი მას ვერასოდეს დაეხმარებოდა.
ხდება ნაწარმოებში. ამას რატომ უშვებს ავტორი? ანუ რა მიზანი აქვს მას? მთავარი ადგილი ეს არის, რომ უკვე განვითარდეს შემდეგ. დიახ, სიუჟეტი რო განვითარდეს და სიკეთებ განმარჯვებს ბოროტებაზე. როგორ ფიქრობთ თქვენ? ესეთი შემთხვევებია და თუმცა შემთხვევით არა, ხო ავტორი თვითონ ხდება. მაგრამ პერსონაჟებს მიაჩნიათ რომ შემთხვევითობა, თუმცა თვალასაც არ ფიქრობენ. ისინი მადლობას უხდიან უფალს ყველაფრისთვის, გახსოვთ? და კითხვა მაქვს ასეთი. ძირითადად ეს იცით როდის ხდება, როდესაც იმედი გარკვეულწილად გადაეცურება, უკვე აღარაფერის იმედი აქვს და უფალი უკვე ყველაზე მძიმე მომენტში მათ გამოსავალს აწევს. მაგრამ კითხვა მაქვს ასეთი, ჩვენ ცხოვრებაში დიახ, არსებობს თუ არა ასეთი შემთხვევითობა და ჯაჭვი, რომელიც ჩვენ ხშირად შემთხვევითობად მიგვაჩნია, მაგრამ ის ერთი დიდი ავტორის მიერ არის, ასე ვთქვათ, მოხაზული. და ვის მივიხატავს ამ შემთხვევითობაზე? როგორც აი აქ როგორც ბრძანეთ ავტორი და აკეთებს აი ამ შემთხვევითობა ჯაჭვს ერთმანეთს, იმით უსახელებს რომ ყველაფერი კეთილა და სრულყოფილად დამთავრდეს, ისე რომ ნაწარმოებში ყველაფერი ანუ ბოლოს რომ სიკეთით დამთავრდეს, ასევე ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი ხანდახან შეიძლება სხვა რაღაცას მიაწეროს იმ მომენტში, როცა იმედი გადაწურულია და საზოგადოებაში არის, აი სხვისი ხელით თუ თვითონ იმ ხელა ძალა არ აქვს, რომ ისე უხდის. აი შემთხვევითობათა მართალია შემთხვევით ჩიტი ბუდეს არის შენეს, მაგრამ ღმერთი ადამიანს აი სხვისი ხელით რაღაცა ანუ ჩვენ ვფიქრობთ რომ შემთხვევითობა იმ წუთას მე ვაცნობიერებ რომ ის განმარტოებულია. პერსონაჟები უფალს ადიდებენ, მაგრამ აი ავტორი აკეთებს ასევე არის ადამიანის ჩემი აზრით მაინც გულისხმობაში იცის რომ ის ღმერთისგან არის, მაგრამ მიაწერს შემთხვევითობას იმ ყველაფერს. ხო, იმიტომ რომ გარეგნულად ესეთი ფორმა აქვს, რა თქმა უნდა. ყველაფერი აი ღმერთის ნება აქვს და იმაში რომ მათ კი დაუშვა ის რაღაცა და რა თქმა უნდა ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სწორ მიმართულებით მიდის ადამიანი და უფლისგან ითხოვს შეწევნას, ხო? გახსოვთ ჩვენ რომ ავთანდილი მთელი გზა ევედრებოდა, ხო შემეციეო, ანუ მე წამოსული ვარ ამ საქმისთვის და მომეცი ამის ძალა და მართალია ეს ადამიანი. მე გახსოვთ გესაუბრეთ იმაზეც რას აკეთებს უფალი, როდესაც ვთქვა როგორ ეხმარება უფალს. უფალი ადამიანს ლაზერეს ავადგინების სცენასთან დაკავშირებით გესაუბრეთ, ვის შეუძლია ამაზე არ ეკრებს სხვა მითხრას. ბატონო, თქვენ რას გვეტყვით? თქვენ არ გვეტყვით ამასთან დაკავშირებით. ლაზერეს ავადგინების სცენაზე ხომ არ გესაუბრებით. ანუ როდესაც უფალი მოუხმობს ლაზერეს, რატომ ეუბნება ადამიანებს რომ გადააგორონ ქვა? იქ ანუ ადამიანის აი ბატონო ადამიანის არ კახაბება. ადამიანური ჩარევა რომელთვის ანუ მონაწილეობა ხო ადამიანის და საფრთხეში ადამიანის მონაწილეობა. კი ბატონო, ანუ ზიარება რა, თანაზიარება. და ანუ როდესაც ადამიანი ხშირად იტყვის რომ აი მე არაფერი შემიძლია. თქვენ შეიძლება იმ კონკრეტულ საქმეში არაფერი შეძლოს, მაგრამ რასაც აკეთებს. დიახ, როდესაც აკეთებს ადამიანი იმას, რაც მას შეუძლია, კეთილ საქმეში. ანუ იცით რა ვგულისხმობთ, როდესაც ადამიანი აკეთებს ის რაც მას შეუძლია, უფალი აკეთებს უკვე იმას, რაც მას აღარ შეუძლია. იგივე აი ლაზერის ავდგინების სცენაზე, აქ ვამბობთ, როდესაც თქვას ადამიანები გადააგორებენ, რადგან მას შეუძლია თქვა გადააგორონ. უკვე უფალს გამოყავს ავდგინებული ლაზერი. ხომ შეეძლო უფალს ის გადააგორებია თვითონ, მაგრამ ადამიანებს მონაწილეობა მიეღებინა ამ დიდებულ საფრთხო სასწაულში. ეს არის უდიდესი სიყვარული ღვთისგან, განცხადებული ადამიანზე. მე დიახ, კითხვა. აბა გაგვიძელი ბატონო ვალერი. სიხარბე რა არის იგი? სიხარბე ვრცელდება ამ ქვეყნიური წარმოვარდნის თევზზე და საბოლოო ჩახში შეიძლება ეს ადამიანისთვის სულის დამღუპელი აღმოჩნდეს. ოქროს მოხვეჭა, სრისი მოხვეჭა, პირისპირა სახელის მოხვეჭა. დიახ, სახელის მოხვეჭა, ანუ ჯობს სახელისა მოხვეჭა. და ბოლო კითხვა, რა დაგვიტოვა უფალმა, როგორები ხო, ნუ ამაზე ვისაუბრეთ უკვე. იტარცა მამა თქვენი? ზესახესრია. კი ბატონო. თუ გაგვალეთ ამ კითხვები, ამომწურავი იყო. სხვადასხვა იმდენად კარგი და ჩამოყალიბებული მეტყველება აქვს, ასე მგონია რომ დღეს დაბნეულია ცოტა კამერა. ასე მეჩვენება. ზოგადად ძალიან კარგია ის, როცა ძალიან კარგად აყალიბებს აზრს. ვის შეუძლია გააგრძელოს თქვენი მესაუბრები? მეგობრებო, ეს ყავსანი ამომწურებ, თუ კიდევ აქვს იმას ოფესტაოსის თემა. კაი, ბატონო კახაბერ, მაშინ თქვენ რაზე გესაუბრებით ამ შემთხვევაში? შუშანკის წავება, კი ბატონო. შუშანკის წავება. საიდან ვიცით რომ გიორგი თავს, საიდან ვიცით რომ შუშანკის წავება დაწერილია მისი გარდაცვალების შემდეგ. ანუ თვითონ ავტორი როცა იწყებს მაშინ მოთხრობილი არის რომ და უკვე დამტკიცებული თუ აღსასრული წმინდისა ამტრელისა შუშანკისა. ხო, ანუ გადაწყვეტილად ვამბობ ამჯერად. რატომ მოახსენებს ავტორი ნაწარმოებში სპარსეთის მეფეს და ვინ არის იგი?
იმ პერიოდში მეფობდა სპარსეთში მეფე პეროზი, რომელიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა და სწორედ პეროზ მეფესთან იყო წასული ვარსკენი. მაგრამ რატო ახსენებს ავტორი? რა შუაში იყო პეროზი? ანუ ისა ვარსკენი იყო წასული და გარდა ამისა, რა მნიშვნელობა ჰქონდა სპარსეთს მაშინ მსოფლიოს ბატონო ალე? დაპყრობილი იყო იმ პერიოდში სპარსელების მიერ საქართველო. საქართველო, ანუ დიდი ზეგავლენის ქვეშ იყო. კიდევ მეორე ქვეყანა, რომელიც ასეთი ძლიერი იყო, რომელი ქვეყანა იყო? ბიზანტია, კი ბატონო. და სწორედ ამ დროს სპარსეთს ახსენებს შემდეგ. საიდან იცით რომ დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთისმოშიში იყო, ანუ თვითონ ავტორი წერს რომ და როგორც ანუ თქვათო იგივე სიკრმით განცეს. მაგრამ ნაწარმოებში სიკრმეზე არ არის საუბარი, ხო? ამიტომ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის ბავშვობაზე კი, იყო დაწერილი, რომელიც ჩვენამდე არ შემორჩა. რის გამო უარყო ვარსკენმა ჭეშმარიტი ღმერთი ამ ქვეყნიურ დიდებისა და ამოებისათვის უარყო. ანუ მეტი არც მახვილი უნახავსო, არც პრობილება და არც ცეცხლი არაფერი ამისთვის. ანუ თვითონ ვარყონებით. რა არის ცეცხლთა ყოვლისწორება და რატომ მაინც და მაინც ცეცხლი? ხო, აი ეს ცეცხლი იგივე ზოროასტრიზმია და ეს რელიგია გავრცელდა პირველ საუკუნეებში ძველ ირანში და მათი წმინდა წიგნი არის ავესტა. მე კითხვა მაქვს ასეთი, ანუ ცეცხლთა ყოვლისწორებაზე მე გესაუბრეთ, ანუ ცეცხლი როგორი მატერიაა? აი ანუ ამაზე ერთადერთი მატერია, რომელიც იწევს ზეცისკენ და მიზიდულობის ძალით ქვემოთ არ მიემართება. ამიტომ გამომდინარე აქედან მათი დამოკიდებულება ცეცხლის მიმართ გარკვეულწილად. ანუ იყო რაღაცას გამართლებული. თუმცა რა შეცდებოდნენ ისინი? აი მე აბემოს დეკრესელზე გითხარით, როდესაც მან ჩაუქრო ცეცხლი, 13 ასურელიდან ერთ-ერთმა ჩაუქრო ცეცხლი. და რა თქვეს მათ? ღმერთი მოგვიკლაო, გახსოვთ და ანუ როგორ შეიძლება ღმერთი ადამიანმა მოკლას. ანუ რა შეცდებოდნენ ისინი? რატომ ეთაყვანებოდნენ? სულიერი ცეცხლი. დაუმოწმ შეიძლება. დიახ. სულიერ ცეცხლს სად ხედავთ ჩვენ იმაში, უხალთან მიმართებაში ბიბლიაში? ცეცხლი, სად ხვდება ჩვენ? დიახ, როცა ცეცხლი უკიდია. დიახ, მაგურის გუშს უკიდია ცეცხლი და თუნდაც სხვების შეცვლისთვის. დიახ, ცეცხლის ენებად, კი ბატონო. ანუ ცეცხლი თვითონ გამოხატავს ამ შინაგანის საოცარ ძალას და მადლს უფლისას. აი, მაშინ სხვა ძუძუნაში წარშევია ცეცხლი. კი ბატონო. დიახ. სოლომონის სიბრძნეში წერია თუ სწორად მახსოვს, რომ ანუ ადამიანები, რომელთაც სწამთ მაგალითად მთვარე, ვარსკვლავები, ცეცხლი და ეს წყალი და ისინი მე მგონი თუ სწორად ვიძახი აი ამ სიტყვებს რომ ისინი კიდე შეიძლება გამართლებულად ჩავთვალოთ თვითონ სოლომონის ბრძენი ბრძანის რომ რადგან ღმერთის ხელით რაღაცებს ეთაყვანებიან ანუ სხვადასხვა ნათობებს ასე და ის ადამიანის და თავის ხელის გაკეთებას ეთაყვანებიან ისინი უფრო დაუყურებია საწოდოები არიან კიდევ უფრო უგუნურია შემდეგი რას ნიშნავს სულიერი სიკვდილი და საიდან დაიწყო ზოგადად სიკვდილის თემა? სულიერი სიკვდილი ნიშნავს ანუ ჭეშმარიტების დაკარგვა და სულიერი ან და ეს მე თვითონ დაშორება სიკვდილი საიდან შემოვიდა ჩვენ რა გვაქვს? ადამიანს დიახ. შემდეგ რა ხდება? შუშანიკის ვარსკენის მიერ გაგზავნილი შიკრიკი რა აღსარებულისა და ეროვნების ადამიანია. ის არის ქრისტიანი, რადგან ის ამბობს, რომ როდესაც შედის შუშანიკიდან, რომ ვარსკენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი. ხო, რადგან თქვა რომ ვარსკენმა უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, ესე იგი ეს კაცი ჭეშმარიტი ღმერთის ამბავს. დიახ. შემდეგ რამდენი შვილი ყავს დედოფალს და როგორია შვილების დამოკიდებულება? შვილებისადმი დამოკიდებულება. დედოფალს ყავს 3 ძე და 1 შვილი და თავდაპირველად მისი დამოკიდებულება ანუ ღმერთს აბარებს თავიდან. ღმერთს მიაბარა თავის შვილები და შენი მოცემულები და შენი დაიხარიო, ხოლო როცა გაიგებს რომ შვილებიც გადავიდნენ ვარსკენის რჯულზე, მაშინ აღარ უნდა შვილების არ უნდა და ხოლმე მათი დანახვა იყვანეთ შეხო. შემდეგ და ანუ ეს არ დანახვა რას ნიშნავს? განაიმას ნიშნავს რომ მას არ უყვარდა შვილები. უბრალოდ მან მიიღო რომ მისი განსასწრელი იყო და არ უნდა მათთან ურთიერთობა უბრალოდ ეს მათი სასჯელი იყო ფაქტურად შვილებს რომ დედა მათ უკვე გარდაგვიგებდა ისედაც. შემდეგ რამდენი შვილი ყავს დედოფალს და როგორია შვილების აი ეს იყო გაასახელეთ ნაწარმოების ავტოპერსონაჟი და დედოფლის მოძღვარი. იაკობ ცურტავილი, რომელიც მოღვაწეობდა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში და იყო ვარსკენის ვახენკოს კარის მუდია. მოძღვარი. რატომ მიდის ეპისკოპოსი უბრალკასთან ჭივის? ხო, აი ეს მნიშვნელოვანია. რას ნიშნავს შინაგანი და გარეგანი ხარისხი? იმიტომ რომ იმ უბრალო ადამიანს ჰქონდა წმინდა გული.
ანუ მერჩემოსილი მამა იყო და ვიცით რომ ეპისკოპოსი იყო, ვინმე უბრალო კაცს და ვანად მისული საკითხავდა. ეხლა გარეგან და შინაგან ხარისხებზე მესაუბრე, როგორ ნაწარმოებში ასეთი მომენტი, რომ როდესაც ეს ყველაფერი მოხდაო, ეპისკოპოსი ქვემო ქართლის მოკლედ იმ სახლის არ იყო იქ აკუცი, არამედ ვინმე კაცთან იყო, რაიმე ამის საკითხავდა, ვანად მისულიო და მეც მოძღვარი დედოფალ შერკისთან ვახდი. აქ საუბარია იმაზე, რომ რატომ იყო ამის საკითხავად, რა ესეთი მნიშვნელოვანი თქვა საკითხის საკითხავად უბრალო კაცთან წასული ეპისკოპოსი. რატო შეიძლება ის ყოფილიყო ვინმესთან წასული? წმინდა კაცთან აქ საუბარია, რომ ეს კაცი იყო წმინდა. ეს ის ძალიან ხო და მათი საუბარი რომ შეიძლება ადამიანს თქვა არ ქონდეს გარეგანი ხარისხი იყო ის ყოველ ეპისკოპოსი იყო, მაგრამ შინაგანი ხარისხებიც არსებობს, რომელიც შეიძლება იყოს წმინდა ადამიანი. აი მე მინდა შეგიძლია. დიახ, აი ესე იგი სასულიერო პირების ღირსებაზე საუბრობთ იმპერიების, ხო? და მე მინდა ვკითხო აი ტექსტიდან კიდევ ყველაზე გამოკვეთილად საჩანს რომ ღრმაცულიერები არიან მაშინები სასულიერო პირები. თუნდაც ეპისკოპოსი, აფოცი. სიტყვები თუ გახსოვს, აი რა არის საერთოდ ქრისტიანული ცხოვრების, ესე იგი თავარი სადნოება თუ შეიძლება ესე ითქვას. როგორი უნდა იყოს ქრისტიანი? რა შეუნება შუშანის? პირველ რიგში როგორი უნდა იყოს ქრისტიანი? სამრამოს ანუ ხმნე იყავს უგზელ და მოთმე. კი, მაგრამ აი უფალი საიდან იწყებს შობა, საიდან იწყება უკიდურეს სიმდაბლიდან, ხო და ამით გვასწავლებს და გვიქადაგებს რომ არის სიმდაბლე, ხო? ყველაზე პირველად. აი საჩას მაშინელი სასულიერო პირების ღმრთსულიერება და სიმდაბლე. ხო, აი კი, ერთი ხო, ზუსტად აი ეგ კი თქვენ ამბობთ და მე მინდა გითხრა ის სიტყვები, რომელიც წარმოთქვა პირადად აი მაშინ მღვდელმთავრის მიერ წარმოთქმული სიტყვები. ვითხარით. თქვენ გეკითხეთ. ამაში მე გავახსენე. აი, როდესაც ამბობს ეპისკოპოსი რომ ვარსკენ უარყოფს სარწმუნოებას, ცოდვათა ჩვენთან გამო. დიახ, ცოდვათა ჩვენთან წარმოჩინებით. გრიგოლ ღვთისმეტყველს აქვს ესეთი სიტყვები რომ ქრისტიანობაი საკუთარი თავისა ბრალობაი არის. აი, აქ არის ძალიან კარგად წარმოჩენილი თუ რა მაღალი სულიერება. ერთ-ერთ განმარტებაში მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასე უყურებით ამ საკითხს, თუმცა ერთ-ერთ განმარტებაში იყო სხვაგვარად აღწერილი. იქ იყო საუბარი, როდესაც ამბობსო ცოდვათა ჩვენთან წარმოჩინებისთვის ტიროდითო, იქ საუბრობსო ზოგადად ადამიანური ცოდვების წარმოჩინებისთვისო. თუმცა აი ზუსტად მაგ დეტალზე, მაგ ადგილზე განმარტებაში ასე ეწერა თვითონ ქრესტომატიის წიგნის ქონდა ესეთი განმარტება. თუმცა შუშანიკის წამების აი ბევრ მომენტზე არის განსხვავებული მოსაზრებები. ერთ-ერთი მაგალითად, როდესაც ამბობს, რომ დედათა ბუნება იწვა არსო, იქ ერთ-ერთი გმირი. როცა იქ განმარტებაში ჩვენ გვაძლევს ქრესტომატიის წიგნი, რომ ეს ნიშნავს ნაზი და სათუთია ქალის ბუნება, არიან მეცნიერები, რომლებიც ფიქრობენ, რომ იწრო სწორედად სივიწროვეს ნიშნავს, რომ დედათა ბუნება ვიწრო არის. მაგრამ შუშანიკის წამების სწორედ ეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ეს სივიწროვე მოხდა გარღვეული. ეს იყო გარღვეული, ის იყო განსაკუთრებული, რომ ანუ უფლისმიერი მარკით იყო მოსილი. ანუ ამაზეა საუბარი. ეს ორი მოსაზრება მანდაც არის, იქაც არსებობს სავარაუდოა, რომ მაინც განსხვავებული ჩვენ ის ვერსია ხონდა გამოკითხული. დიახ და ეს შეიძლება განსხვავებული შეიძლება იყოს, მაგრამ ეს თვითონ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი რაც ვითხარით აშკარად. კი, აბა გისმენთ. კაფადე. ხო, გავხდები. აი ეს შინაგანი და გარეგანი ხარისხები. ხო, აი ხო რას ვფიქრობ მაგაზე. შინაგანი წმინდა როცა შინაგანი ხარისხები როცა წმინდა ადამიანი. ხო, რა ხარისხებია ჩვენ გრიგოლ ცხოვრებაში კიდეც შეგვდა, ნუ ნეტარი მასთან შეგვდა დედოფალთან, სამძის ნეტარი სანაცრები. იქ გრიგოლთან რა ხდება, რა ხარისხები? ღმერთშემოსილი. კიდევ ხდება სხვა რაღაცა. გახსოვთ ღირსი. ღირსისა, მართალი, კი ბატონო, ანუ სხვადასხვა ხარისხები არსებობს შინაგანი, ხო? გარეგანი ხარისხები სამძის სანაცრები. გარეგანი როგორია? ანუ ხო, რა ხარისხები, ხო? დელი, იპოდიაკონი, დიაკონი. კი ბატონო, ანუ სავარაუდოდ იმ კაცს ვისთანაც წასული იყვნენ ეპისკოპოსი და თქვა ეს დიაკონი ხუცესი შინაგანი ხარისხის მატარებელი იყო და სწორედ იმიტომ ეკითხებოდა. შემდეგ რა ხდება? შემდეგ რა კურთხევს აზრებს მოძღვარი დედოფალსა, ის სამრამის ეროვნება ხნე იყავს უგზელ და მოთმე. მოდი შემდეგზე გადავიდეთ ამ შემთხვევაში მე ვფიქრობთ რომ ძალიან გამიმუშა. თქვენ ხომ არ ესაუბრებთ დაბუთბილელი იყო თქვენი თემათი. რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი კითხვა ხომ არ იყო, მანდ კიდევ ესეთი ფუნდამენტური რა არის კითხები და გადავხედო მაშინ. კარგი, გადავიდეთ და მე ვისაუბროთ კარგი. ამ კითხავს ხო? კარგი, ხო, კითხვის მიხედვით მივყვეთ. თქვენი არის აბუთბილელის წარბა მთლიანად არის, ხო, ცხოვრება. რამდენი თავისაგან შეგვიძლია აუცილებლად სამი 4 თავისაგან შეგვიძლია იქ დაწერილი არის პირანე საბანიზის მიერ და იგი შედგება რამდენიმე ან პოლიჟანრიული და რას ნიშნავს პოლიჟანრიული?
ჟანრი ნიშნავს რამდენიმე ჟანრისგან შეხვდა დაწერილი ამბავს. და როგორ არის ქრონოლოგია თუ გახსოვთ, რომელი თავი, რომელ ჟანრს მიეკუთვნება? პირველი თავი მიეკუთვნება დიდაქტიკური ჰომინეტიკას, ჰომინეტიკას. ჩვენ ამაზე ვერ ვისაუბრებთ. მეორე მესამე ჟანრი მიეკუთვნება ჰაგიოგრაფიულ ჟანრს და მეოთხე თავი მიეკუთვნება ჰიმნოგრაფიულ ჟანრს. კი ბატონო, ჰიმნოგრაფიის პირველ ნიმუშად არის მიჩნეული, თუმცა არის ამაც განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვთქვათ მაინც ჯერჯერობით. და კითხვა მაგ ესეთი, ეპისტოლარული ჟანრი სად გვხვდება მათ? ეს თქვენს მეში არ შედის, ხო? შესავალში, სადაც თხოვენ დიახ, კარგი. ეპილოგში. დიახ, ვიდრე დაიწყება ნაწარმოები. შემდეგ რას ნიშნავს წინადადება, რომელიც გვაუწყებს, რომ ქართველები ცხოვრობენ ყურესა ამას ქვეყნისას, ანუ ქართველები ცხოვრობენ სხვა ქრისტიანულ ქვეყნებისგან განაპირა შორს, რომელიც მოქცეული არის სხვა ჯურის ხალხთან, ანუ მუსლიმანთან. გარშემო განმოწვევში, დიახ. რამდენ წელზე მეტია ქართველები ნათალიებულები არიან 5,000 წელზე მეტი. ავტორი ისე გითხრობს. ჩამოთვალეთ ხერხები, რომლითაც არაბებმა ქართველების გადაბირება მოახერხეს. ანუ მძლავრობა, რომელიც ძალით გადაიგდეს შეტყუილით ან ტყუილით. ავტორი ამბობს ვერის საბანისზე, რომ ქართველი 500 წელზე მეტი არის ნათალიებულები. კი, სიხამესა შინაურ მეცხრებთან ახალგაზრდული მზაკვარებით, ანუ ტყუილით და შეტყუილით. როგორც ხეს ადარებს ავტორი ქართველებს ლერწამს, რომელიც ქარისგან ირწევენ. რა არის ლერწამის სახელი ოქისკაოსანში? მელნად ვიხმარე გიშრის ტბა. კალმად ვიხმარე გიშრის და კალმად მე ეს გახდა ლერწამი. ეს ლერწამთან დაკავშირებით მაინტერესებს. ანუ იხევიან ქართულ ქარისგან, მერხევიან. რას ნიშნავს მამულისას სულა, ანუ მამაპაპეულ სულა და წინაპარს. რას ნიშნავს ახოვანი ძლიერს და ხნის? რას ნიშნავს შეემეცნა, გაიცნოს, ანუ შეემეცნა. რა არის მორწმუნეთათვის დიდი სამოჯო, ქრისტიანობა და ჭეშმარიტი, რომელ ქვეყანას ადარებს ავტორი წმინდანთა დედას, საქართველოს. როგორ მოუწოდებს კი? და სხვადასხვა მან დაამბობს, რომ არა მარტო წმინდანებზე და არა მარტო აქ აღსრულებულებისო, ქართველებისო. არამედ როგორი? ადგილობრივებიც არისო და საქართველოში მოსული და სხვა აღსრულებულ წმინდანებისო. რამდენი წელი იყო ნერსე ტყუილში? 3 წელი. იგი განთავისუფლა ნერსე აბდილა მუმის ძემ, რომელსაც ხილვა ჰქონდა და არა, რა ხილვა არ იყო არანაირი, უბრალოდ ის იყო, მან ნაწარმოებში ჩვენ ისე ვიწერია, მასე ვერ ვსაუბრობ. ანუ აქ არის იყო გასწავლული აბოდა, რამდენი წლის იყო იგი იყო 17 წლის ზუსტად არა ამოცემული. 17 წელი. იგი იყო მენესაცხებლე. დიახ. ბიბლია და რა ვიცით იმის შესახებ. ბიბლია არის ქრისტიანული წიგნი, რომელიც შედგება. საერთოდ რომელიც შედგება მრავალი წიგნებისაგან. არა, ორი ნაწილი ყველაზე თავი მაინც რომ ანუ ძველი და ახალი. რას ნიშნავს ჯულის მეცნიერება? ანუ ჯულის მოსოდნე და განსხვავებული მეცნიერებაში. ვინ იყო მუჰამედი? ყურანის დამფუძნებელი. რატომ ვერ აცხადებს ხმამაღლა ქრისტიანობას? ეს შინია და მას სურს რომ ისეთ ადგილზე მოინათლოს, სადაც ხო არ იქნება. სადაც არ იქნება ეს თავდაპირველი. სხვადასხვა კითხვა მაქვს ასეთი, ანუ თავდაპირველად შიში აკამბოს, მაგრამ ნათლობის შემდეგ ხედავთ, როცა აფხაზეთში გადადის, მასე შიში აღარ აქვს. აბსოლუტურად იგი მოინათლება ხაზარეთში. კი ბატონო, ხაზარეთში ინათლება. მაგრამ რატო კარგავს შემდეგ შიშს? ანუ ნათლობას რა მადრი მეცემა და ანუ მადრის მიხედვით კარგავს. ანუ დაუმატებო ჭეშმარიტად მოინათლება, აი მთელი გულით და სულით უნდა და ის იგრძნობს იმ მადრს და იმ ძალას. ემზადება ის ამით. შემდეგ რა ურჩია აბოს აფხაზეთის მთავარმა? მან ურჩია აფხაზეთში დარჩენა. რატომ ურჩია? ისი შეეშინდა. რადგან აფხაზეთში არ იყო. რა გაუგონდა აფხაზეთში ის ახსოვს? აფხაზეთში ერთმანეთთან დაახლოება. მეფეროცა დახდა რომ იქ ის ქრისტიანობა იყო ასე. ყველა ქრისტიანი იყო. ყველა ქრისტიანობა და ამით გაოცებული დარჩა ამოწმიდელი. და ანუ მე მეფეურნება რომ არ წახვიდე რათა არ გადაგილიონ ისევ. და ამაგალითი მოყავს საფარებიდან აბოთვილებს. აბა დიახ. აბა ვიღო. ლაშა, თქვი, ლაშა თქვი. ანუ სანთელი რაო? არ გადამალო ხო ადამიანმა, ნუ? სანთელი რაღაც
არავინ დასწრებს საფეში, არამედ ისე დაგდეთ რომ ყველას უნათებდეს. ყველა ხედავდეს და ყველას. შემდეგ რა ხდება? შემდეგ ვინ არის სოლომონ ზენდარავს ქებათა ქედის შესახებ. დავით მეცამონიშ შვილი, რომელიც ის არის ქებათა ქედის შესახებ ვიცით რომ უდიდესი ნაწარმოებია, უდიდესი ნაწარმოებია შორის ერთ-ერთი. და რაზეა საუბარი, რომ ვის სიყვარულზე? რაზე ვისაუბრეთ? სიყვარულზე. ქრისტეს და ეკლესიის სიყვარულზე მე გითხრათ ზუსტად. შემდეგ სადაც ამესალო თბილისში მეტეხთან ახლოს. კი. და სად არის ქრისტის აბუსაფლავი, აბა ვინ მეთქეს? ყვას. პირველად რო დასეს კითხვა რამდენი ვიფიქრეთ მე? რა პასუხი გასცემ საჯარო სწავლების წინ აბუნ რომ მისი საუბარი ისევე არის მოდა როგორც კედელს. დიახ. არ ნახეს დინო აბუთბილელის ხედარი. არა, აბუთბილელის რა უქნეს, აბუთბილელის. დაწვეს. რადგან ქრისტიანებს აქვს ისება რომ თაყვანისმენო და დაწვეს მთლიანად ის და როდესაც დაწვეს მისი რაც დარჩა ფერფლის დაწვების ნაწილი შეახვიეს ცხრის ტყავში და გადაგდეს ტყავში. და რა მოხდა იმ წამების ადგილას თუ გახსოვთ? კი ბატონო და თვითონ წყალმაც გამოსცა შემდგომ ნათელი. და ადამიანები იკურნებოდნენ იმ მიწით, რომელ ადგილასაც დიახ, ვინც ვის შეადარა ბოლოს ავტორმა აბუთბილელის სამგაის სამში. პირველი შანსი. მაგ ბოლოში წერია. ვისთან არის შედარებული აბუსწამება? ქრისტესთან. აი აბუსწამება გავსო 40 სებასტიელი მოწამის წამებას. ეს ჰიმნოგრაფიულ ნაშრომშია ბოლოში. ეს ჩვენს ტექსტში არ არის, იმიტომ რომ ჩვენი არის მცირე მოკლე ვერსია. ტექსტში არის იქ მოხდაო სადაც 40 სებასტიელი ეკლესია. არა, იქ კი არ მოხდა. ის მოხდა საბერძნეთში, ეს აქ მოხდა თბილისში, მაგრამ არა, ეკლესია სადაც იყო მეთქი. 20 სებასტიელი მოწამეთა ეკლესია. ხო. ეკლესია სადაც იყო, იქ მოხდაო. რა? აბუსწამება. არა, ასე ვერ იფრებოდა სებასტიელი მოწამება. სახელობის ეკლესია. სებასტიაში ეს იყო თბილისში. ეს მეტესთან ეკლესიაში. ის სახელზე შეიფაშინეს. არა, ხო და ახლა საქმე რაშია? იქ თბილისში რატომ სამსის სანათელი იყო ის აბო ხო? აბო ჯერ აბოს რა უქნეს თავი მოკვეთეს ხო? თავი მოკვეთეს და მე წყალში გადაბარდა. 40 სებასტიელი მოწამეს, ჯერ წყალში აწამეს, მე ამოიყვანეს ხმლით აკუწეს და მე დაწვეს. და ამის გამოადარებინან ხო? და ადარებენ ხო და ახლა სხვადასხვა აი აქ რომ შეიქმნა თბილისში კომპლექსია ერთგვარი აბუთბილელის სახელობის ეკლესია სადაც არჩენდა ხო? მის მოპირდაპირით 40 სებასტიელი მოწამეს. ხო და ეს ეკლესია ძველია მეთქი, ამბრასო. ეგ ეკლესია ხო ეს ეკლესიაზე საუბრობს დავითი. არა იმას, ეკლესიაზე საუბრობს და არა მას გამებას. მე მოწამეებზე არ საუბრობ. ეს ეკლესია რამოდენიმე ხნის საუკუნეების წლების მანძილზე იყო და არ ჩანდა საერთოდ. დამარხული. დიახ, თქვენ ეკლესიაზე საუბრობთ, 40 სებასტიელის სახელობის ეკლესიაზე. აქ ერთი კითხვა დამჭირდა. ხო, აი რა კითხვა იყო ეს? აი მეთქი რატომ მოყავს დედოფალს პავლე მოციქულის სიტყვები და ვინ არის პავლე მოციქული და რა სიტყვებია ეს? პავლე მოციქული არის თუ ქრისტეს მოციქული რომელიც მოციქულთა თავია და ის წერს რომ არადამონებული არის ძმა იქნადაი არამედ განეყანა თუ უწყნო მეუღლე არ მოიქცევა მოუწყნო მეუღლეს ჯულზე მაშინ განშორება სჯობს ანუ არ ზღუდავს არ ზღუდავს კი კარგი ბატონო შაბა თუ რაიმე ისეთ ფუნდამენტური მოიცა და ბოლო კითხვა შენ პავლე მოციქულის ეპისტოლი და გავაკეთე სიდირება თვითონ იმაში წერია თვითონ განმარტება გვაძლევს ასეთი მას თვითონ ქრისტომატიკა სადაც თვითონ შუშანიკის მოყავს ისინი რომ როცა ეპისკოპოსი ეუბნება რომ დაბრუნდი სასახლეშიო და არადამონებულას და აი არამედ განმარტებულას უკეთ ურწმუნო განეყენებოდეს ხო და შემდეგ ამის განმარტება არის მოცემული თვითონ ქრისტომატიკას აი ქრისტომატიკაში შეიძლება განმარტება რომელიც წარმოს თქვა რომ ეს ნიშნავს იმას რომ პავლე ამის შესახებ საუბრობს არადამონებულას ანუ შეუძლიაო განეშოროს ხო როდესაც ის მაგათად მოსთხოვს ქართულებას და თქვენ დასწრებულობთ ბატონო ამის შესახებ არა მე თქვი რომ აი ციტირება მეგონა ციტირება რაღაც არასწორად ხო არ მოახდინეთ მე დიახ ესე არის პავლე მოციქული ამბობს რომ უკეთ ურწმუნო განეყენებოდეს არადამონებულ არსმა იგი
აი, დიახ, ხო, ამოღებული უბრალოდ ნაწილი, ხო, დიახ, ეს არის, კი. თუ ამ შემთხვევაში თუ ურწმუნო დიახ, ამაზე ვისაუბრებ. ხო, უბრალოდ ის პირველი სიტყვები არ არის იქ შარკის ამას პირდაპირ. და მე თქვენ თქვით ესეთი რაღაცა რომ ესე იგი არ ზღუდავს რას ქვია. ამ შემთხვევაში ურწმუნოზე არის აქცენტი. დიახ. ურწმუნო თუ მიდის, მიდის ისა, თორე რომელი ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ დიახ, რა თქმა უნდა. კი. უბრალოდ აქ იყო შუშანებთან დაკავშირებით, როდესაც მას უკვე თქვა სასახლეზე როცა ცხოვრობდა, სასახლიდან როდესაც წავიდა, იმის გამო რომ ვარსკენი აიძულებდა. სხვა შორის ვარსკენს არასოდეს ჯულის შეცვლომისთვის არ მოუთხოვია. უბრალოდ შენს არ შეეძლო მის გვერდით ცხოვრება, როდესაც ის იყო თქვა განსხვავებული ამსარებლობის და გარდა ამისა, ეს ქვეყანაზე მოახდინა განსხვავებულ ზეგავლენას, დედოფალიც რომ თქვა მას გვერდით ვარსკენს არასოდეს უთქვია. ჯულის შეცვლა არასოდეს დაბრუნდიო ჯერ ამას ეუბნებოდა. თუმცა ის როდესაც წავიდა სპარსეთში, მან უთხრა სპარსეთის მეფეს რომ მე ისინიც გადმოვიყვანე ჩემ ჯულზე. არა. ცხადი რო აპირებდა ამას შემდეგ. კი, დაპირდა. მაგრამ ვინ მიიყვანა მაგამდე ვინ მიიყვანა? თვითონ აპირებდა, მაგრამ მაგამდე არც კი. ხო, მაგაშია საკითხი. არა, ხო, თვითონ ცხადია კი. და ბატონი დავითი რაც გეტყვის. ბატონ დავით. რიგოლ ხასტე. ხო, აბა დავით რიგოლ ხასტე. სოლომონის ძელის მიხედვით სიტყვა უფრო ღირებულია თუ დუმით გაიხსენეთ ავტორისეული შეფასება. იგავლის სოლომონის ნათქვამია რომ სიტყვა მრავლობას ყოველთვის დუმილი ჯობდა ის უფრო ღირებულია და ავტორისეული შეფასება არის ესეთი რომ დუმილი უფრო არის რჩეული ყოველთვის. რას ნიშნავს ღმერთშემოსილი კაცი? ღმერთშემოსილი კაცი ნიშნავს წმინდა კაცებს, ანუ წმინდანებს. ვის კარზე იზრდებოდა გრიგოლი და რა განათლება მიიღო მან იქ? გრიგოლი იზრდებოდა ნერს ერისთავის კარზე, ის იყო ნერს ერისთავის ცოლის ძმის შვილი და მან მიიღო მრავალ ენაზე ისწავლა წერა-კითხვა, შეისწავლა საფუძვლიანო წიგნები, დაისწავლა ბიბლია და გაიზრდა ფილოსოფიური წიგნები გაიუქდა და გარშია მისთვის რაც იყო კარგი, ყველაფერი შეისწავლა და რაც იყო ყველაფერი გამოგვიყვება. რით გამოირჩეოდა თანატოლებისგან გრიგოლ ხანძთელი და რას ნიშნავს დავითეცრომის სიტყვები, ვინ აგვიდეს მთასა მაღლისასა. ესე იგი ის გამოირჩეოდა თანატოლებისგან იმით, რომ არ იყო მაცავი ზვიადი და აპარტავანი, როგორც პატარა ბავშვები არიან და როგორც ახალგაზრდებს მაცულებს შეშონის და ის ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მარხვით სიკურული გულის სათქმელი არ აღჭამდა. და გამოირჩეოდა ასევე სათნოებით და მოხუცის გონება ანესტავრებოდა წინა წელებში. ეს ნასწავლული ბავშვები. და რას თქოს სიტყვები ვინ აგვიდეს მთასა მაღლისას, ანუ ვერავინ მივაუქლის მთაზე თუ არ იქნება წმინდა გულით და გონებით. რატომ მიდის გრიგოლი უდაბნოში და ვისთან ერთად? ის მიდის თეოდორესთან, ქრისტეფორსა და საბასთან ერთად, რათა განეშოროს ქვეყნეულ დიდებას. რისი სიმბოლოა უდაბნო? უდაბნო სიმბოლოა ბოროტების სავანი, სადაც არ არის ღვთის მადლი და მოკლებული ბოროტებასთან ბრძოლის. და თუ გახსოვთ პირველი ეკლესია სწორედ აი ამ მებრძოლის სახელობისა იყო, რომელიც აშენდა ძელის ეკლესია ხანძთაში. კი ბატონო, წმინდა გიორგი რითი გამარშვა სწორედ აი კი ბატონო, მელი შავთან მებრძოლი. ანუ უდაბნოც არის სახე ბოროტებთან და ბრძოლის. უფლის მადლის მოკლებული არ მიიღო.